ჩვენი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა ოპისის მონასტრის მონახულებით სრულდება. უნუმან ლებანიძის ლექსი მახსენდება, სადაც წარუშლელი ფრაზა ბავშვობიდან მაჯერებდა იმას, რომ ოპიზაში დიდებული საქმეებით გამორჩეული ადამიანები მოღვაწეობდნენ. დიახ, ყოფილან ოპისრები გასაშტერებელი. ოპისის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ბაღჯილარში. ოპიზა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში კლარჯეთში დაარსებულ 12 უდაბნოთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ოპიზის მონასტერი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში დააარსა ვახტანგ გორგასლის ერისთავმა არტავაზმა. მივახლოვდით ოპიზას, აქვე მინჩეცის გვერდით დარჩენილი ერთი კედელი. მერვე საუკუნეში კლარჯეთში სამოღვაწეოდ ჩასული გრიგოლ ხანძთელი პირველად სწორედ ოპიზაში დამკვიდრდა. გადმოცემით, ოპიზაში იოანე ნათლისმცემლის ხორხი იყო დაკრძალული. მეგობრებო, ჩვენ ახლა მოვედით ოპიზაში ხანძთადან და ვინახულებთ იმ კედელს, რომელიც იმ ერთ კედელს, რომელიც ოპიზას მონასტრიდან არის დარჩენილი. იოანე ნათლისმცემლის მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობა იყო. მე-9 საუკუნეში ეკლესია განაახლა და სატრაპეზო ააშენა აშოტ კურაპალატმა. ეს მას შემდეგ, როდესაც არაბების შემოსევამ დაანგრია ოპიზა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით იდგა სამრეკლო, რომლის ქვედა სართულიღაა შემორჩენილი. გალავან შემოვლებული კომპლექსი მე-20 საუკუნემდე კარგად იყო შემონახული. 1965 წელს სოფელში გზის გაყვანისას ეკლესია აფეთქეს, რის შემდეგ კომპლექსი თითქმის მთლიანად განადგურდა. ოპიზა მნიშვნელოვანი სასულიერო და წიგნობრობის კერა იყო. მე-12 საუკუნეში ოპიზაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოქრომჭედლები ბექა და ბეშქენ ოპიზრები. სავარაუდოდ აქვე მოღვაწეობდა დიდი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი მე-11-12 საუკუნეში. დიახ, ყოფილან ოპიზრები გასაშტერებელი. იყვნენ ოპიზრები გასაშტერებელი. ჩემო სანატრელო ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი ყოფილან ოპიზრები გასაშტერებელი ყოფილა მოდრებილი ყოფილა ცურტაველი რასაც მოხოლია შოთა რუსთაველი ჩემო მიმინო და ჩემო ფთანათელო ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო ჩემო მიმინო და ჩემო ფთანათელო ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო მაგრამ სამედაც მადლიარეულა ბორბალი უგუღმა დატრიალებულა ჩვენთვის მომოლია პირველი საშელი სპარსელი
მამაფა საქართველო ხორნებს წაუღიათ სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ მეგობრებო, ოპიზაში ვართ და ხოთ ერთი კედელი და მცირე ნანგრევები არის არჩენილი. ეს ნანგრევი საქსი საზღვარზე ესე არის ინჯირი აი ეს არის კიდე შემორჩენილი მეგობრებო. იქნებოდა საინფორმაციო დაფა, რომელიც განადგურებულია და აქვე ნანგრევებზე არის მიყუდებული. მოკლედ ეს ისეთ მდგომარეობაშია, საერთოდ არ აღიქმება, როგორ შეიძლება ყოფილიყო ტაძარი. არის სამწისთან ქუსარი ეს არის შესასვლელი კარი ამ ერთი განყოფილებისა, რომელიც რა თქმა უნდა უსუფთავოდ ნაგვით არის სავსე. ეს ფოტო 1888 წლით თარიღდება, სადაც კარგად ჩანს ოპიზის მაშინდელი თითქმის სრულყოფილი მდგომარეობა. Akavimale